ყולה არ მარალბარაკო ახლა. მიდი. პეტრის არუჩკა მასვე. რასი. მიდი. საღამო მშვიდობის, ჩვენო ძვირფასო გამომწერებო ბასრე დისკუსიები მოგესალმებათ. მე მიშა ვარ ტრადიციულად. სალამი ბატონო გიორგი. სალამი ბატონო მიხეილ. იქნებ დღე უყურებს კაცი ან დილით უყურებს? ხო, მაგრამ ხო უნდა იცოდეს რომ როდესაც ვიდეო იდება არის პარასკევი საღამო. არ ვიცოდი ეგ წესები გავითვალისწინე. კი ბატონო. არის. დღევანდელი ჩვენი ასე ვთქვათ საუბრის თემა არის ჩვენი პირადი დანები. პირადი კოლექცია არა. ანუ, იმიტომ რომ კოლექცია სხვა თემა არის, ამ შემთხვევაში კოლექციიდან შევარჩიეთ დანები, არ დაგვიკონკრეტებია რა კრიტერიუმით, ანუ მე ჩემი რაღაცა აზრებით შევარჩიე, გიომ თავისი მოსაზრებით შეარჩია, უბრალოდ არის დანები 1000 დანა, ჩვენი ასე ვთქვათ კოლექციიდან და ვისაუბრებთ, რატო წამოვიღეთ, რა გვაკავშირებს, რა მოგწონს, ან რა არ მოგწონს ამ დანებს. კაი, ნუ ეგ გამოჩნდება ვისადანები გვაქვს როგორ წავიღეთ, გავიგეთ ეს დავალება და კოლექცია რატო არა? ჩემი კოლექციის ნაწილია ყველა. არა, ნაწილია, მაგრამ ან როდესაც კოლექცია ხო შეიძლება, ნუ რაღაცა მაყურებელმა იფიქროს, რომ აი რაღაც კონკრეტული კოლექცია არის. ეს არის ნაკრები კოლექცია. ნათქვამი იყო 1000 დანა და დანარჩენი რატო გვაქვს კოლექციაში და დანარჩენი კრიტერიუმები არ გქონია და ნახოთ ვინ როგორ გაიგო დავალება. ხო, მაგალითად თავიდანვე ვიტყვი, რომ რაღაცა განსაკუთრებულად ძვირფასი დანები ამჯერად არც მე არც გიორგის არ გვაქვს. ნორმალური. ხო. ხო, კი არის. კაი, შენ იწყებ თუ მე ვიწყებ? მოდი მე დავიწყებ. მიდი. ჩემი წინა სიტყვაობასავით მინდა ვთქვა, რომ ნუ რეს ჯაში არჩი ეგეც გითხარ იმას. რომ გავიგო. სანამ მაგას ვიტყვი, პატარა ნება მომეცი, 20 წამი დამითმე. ჩემთვის მინდა ავხსნა რა არის დანა. დანა გარდა იმისა, რომ არის ძალიან საყვარელი ინსტრუმენტი, დანა არის ნივთი, რომელიც მანიჭებს სიმშვიდეს, ეს არის ჩემი ჰობი და მასთან დაკავშირებით ბევრი დადებითი მომენტი, თანმხლები, ასე ვთქვათ, მაქვს და პირველ რიგში ეს არიან ადამიანები. დანების საშუალებით ძალიან ბევრ ადამიანთან დავმეგობრდი, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ჩემი დღევანდელი კოლექციის ნაწილი არის დანები, რომელიც მე საჩუქრად მაქვს მიღებული და მიმაჩნია, რომ ეს არის, ავიც, უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ჩუქნით იმ ნივთებს, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ ძალიან გვიყვარს. შესაბამისად, დავიწყებ პირველი, ასე ვთქვათ, ნივთით, რომელიც საჩუქრად მივიღე დაბადების დღეზე და აგერ ამ ვაჟბატონისგან გვერდზე რომ იცის და ეს დანაც მოხდა. ეს არის გარდა იმისა, რომ როგორც საჩუქარი, უმაგრესი საჩუქარი და იმ მომენტში მე ძალიან მაგარი ემოციები მქონდა. ასევე არის ჩემი პირადი აზრით განსაკუთრებული სპაიდერკო. და რატო? ანუ სპაიდერკოები როგორც წესი არის რეზაკი, მოდი ასე ვთქვათ, და ეს არის დანა, რომელიც არის საოცარი რეზაკი, ძალიან მაგრად ჭრის. მაგრამ თან პატარა მუტრუკია. სუპერ ერგონომიკა აქვს და ნუ აი არ ვიცი რა გიждები მოკლედ ნეიტივ 5 არის აი როგორი ჩემი ფავორიტი არ ვიცი რა და ბატონო საჩუქრათაც რომ მივიღე ხო ორმაგად და სამმაგად ბედნიერი გახდით რა. ჩემი პირველი არჩევანი მოკლედ დღეს. საინტერესოა. მე გამიხარდა რომ ეს დანა მოახოდრე მიხეილ ამ ათეულში და პლუს მინუს ერთნაირად გავიგეთ დავალებები. როგორც აღწერეთ, წეგან ერთ პატარა ჩანართს გავაკეთებ. რამდენად სწორი ტერმინი არის, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ერთი სიტყვით რო აღწერო დანა რა არის დანების მოყვარულებისათვის, სხვა უკეთესი სიტყვის მოძებნა გაჭირდება. ერთმა კოლექციონერმა მითხრა რაღაც საუბარში რომ მიდიოდა თქვა რომელიც იყრებ რომელიც არ იყენებ. არა, ამ დანებს არ ვიყენებ. ეს დანა არისო ჩემი მეგობარიო, ანუ მეგობარი და არ ყო. არისო დანები რომელიც არის ინსტრუმენტიო, არისო დანები რომელიც არის მეგობარიო და იმისგან რომ სხვა ემოციებს და სხვა რაღაცებს ღებულობ და ერთ სიტყვით ეგრე განმარტა და ალბათ ერთ სიტყვაში ყველაზე ახლოს ეგ არის რა. ხო, აი მე რას დავამატებდი, ისი მეგობრებში ხო იცი ჩაშლა არის რა. არის მეგობარი, რომელსაც ხშირად ხედავ, არის მეგობარი, რომელიც ძალიან გიყვარს, მაგრამ ხშირად მე ეგრე მაქვს რა, ანუ ზოგი არის ძალიან ხშირად, ეხა მე მაგალითად თუნდაც გიორგისგან ნაჩუქარი ერთიდან არ მაქვს სხვა დანებიც, მაგრამ აი ეს რატომღაც სხვა ემოციით მაქვს რა და მოკლედ მე მჯერა რომ ჭეშმარიტი მედანეები გიყურებენ და მხოლოდ ჭეშმარიტი მედანეები გაიგებენ ალბათ ამ კი ბატონო და მოიცავენ მე დღეს გადავწყვიტე ანუ ფურცლები თუ არ და ჩემ დანას რომელსაც ამოვიღებ მე თვითონ მაინტერესებს მე მგონი ჩააბარა ტესტი
კაი. კი ბატონო. კაგზელი ბატონო. მიხეილ, ცოტა მრავალფეროვნად მაქვს მე შერჩეული ჩემი დანები და პირველი გადავწყვიტე ბოლო ნამატით, რომელიც რაღაცა ნახევარი საათის უკან შემოემატა ჩემს კოლექციას, ძალიან ძვირფასმა ადამიანმა მაჩუქა და ეგეც დაგვაბნია თან დაგვაბნია. ეგეც გახდა ჩემი კოლექციის ნაწილი, ვერცეთ რეალობაში ვერ წარმომიდგენია, რომ თქვა ეს ჩემ კოლექციას გამოაკლდეს. მით უმეტეს არასდროს მსგავსი არაფერი არ მგონა ნანა. ეგ როგორი დანაა, იცი? ხა ლაივში რო ვიყოთ, რომ უნდა თქვა, რომ ვინც პირველ თქვა ერთ წუთში მოასწრებს, რომ პასუხი გასცეს რა დანიშნულებით არის, მიიღებს ჯილდოს, ან რა, იმიტომ რომ ნუ აი რა. დანიშნულება კი არა, იმასაც ვერ მიხვდები დანა რო არის, ახლა ეს რო დაიჭირო რაღაცა ისე. მოკლედ, პუმას აი ესეთი მოდელი გვისაჩუქრეს მეგობრებო და პუმაც თქვი, იმიტომ რომ ანუ თუ ვინმე მარიცით, პუმა არის რაღაცა ძალიან მაგარი გერმანული ბრენდი არის და მოკლედ დანარჩენი გიოიტყვის. დანარჩენი, ნუ პუმას დანები სიმართლე გითხრა, ჩვენთან არ არის ისე პოპულარული. ალბათ ფასიდან გამომდინარე რა, რომ ფასი მე ვიცი რომ ერთი ორ კაცოთა შორის ცოტა ასაკიან ხალხს მეც მქონია გასალესა, თუმცა ნუ ფასი გაურბის რა ცოტათი, მაგრამ გაქცევა ალბათ ცოტათი ისეთ სიტყვა არის. უბრალოდ დამფასებელი არ აყავს ჩვენთან. შეიძლება ითქვას, რომ დროის ამბავი არის, შეიძლება და სხვა დროში მოვიდეს. ყოველ შემთხვევაში ჩემს კოლექციაში ალბათ არა მეორე გერმანული დანა არის და პირველი პუმა არის და აი ესეთი საინტერესო პუმა აღმოჩნდა მეგობრებო. ნუ მოკლედ რო არ გაწვალოთ, დანიშნულება მოიცავე მეორე გერმანული დანა და პირველი პუმა? ახლა მეთქი მეორე პუმა და ამიტომ ჩაკეთე. მეორე პირველი ის რაინერ გროშერმა მაქვს, ხო და ნუ მეორე ეს გამოვიდა მიხეილ. ხო, სიტუაცია არის ესეთი მეგობრებო, გერმანელები პრაქტიკული ხალხი არიან და მეთევზეებისათვის გაუკეთებიათ აი ესეთი დანა. ოღონდ ჭეშმარიტი მეთევზეებისათვის ისე რომ რაღაცა თევზაობენ გასართობად არა. აი ესეთი დანა არის ჯაყვა, რომელიც არის პარალელურად სასწორი. ანუ ეს არის ღერძი, ამითი მავთულით ან რაღაცა თოკით ჩამოიკეთდება და აი ეს დაჭრილი რო არის სერეიტორივით, ნებისმიერ იმაზე აქ რო თევზს ჩამოკიდებთ, აი ეგ რა ნუმერაციაც არის, ნუ გამოჩნდება უბრალოდ მარტო გერმანელი გააზრობდა. ხო, აი ეგ არის სასწორი. როდის გავტესტოთ? თევზე? ხო. გეგისთან ერთად. აუ, ძალიან მაგარი. გეგისთან ერთად გავტესტოთ ეს თევზე და მე სხვა დანიშნულებით ვფიქრობ ამის გატესტვას. ახლა მიხეილ, მე დიდი თევზე ვერასდროს ვერ დავდგები, შეიძლება ერთ-ორჯერ დავიჭირო, მაგრამ ისეთი რომ რაღაცა წონას მაინტერესებდეს თევზე და კაი თხილის და კაკლის გასატეხად წარმომიდგენია რომ დანიშნულებას მივცე. ტოტოსთვის რომ მალინას ყიდულობდით უნდა აგვეწონა ძმაო. წაგვეკაკუნებინა. მოკლედ საოცარი ნივთია, საოცარი. აი ესეთი საინტერესო განსხვავებული და სიმართლე გითხრათ აი ძალიან დაიპყრო ჩემი გული რომ თავისი განსხვავებულობით, ანუ განსხვავებულობას ხო აქვს რაღაც თავისი ხიბლი, აი მიდგარცი რო აკეთებს ძალიან განსხვავებულ ბრუტალურ დანებს. ხო შეიძლება ვერაფერში ვერ გამოიყენო ის უზარმაზარი დანები, მაგრამ ძალიან მაგარი ემოციებს იწვევს და რა, სვარკა კი. ანუ ეს როგორ არის გაკეთებული? აუ, ალბათ ადუღებული იქნება. სიმართლე გითხრათ, იმდენად კარგია რომ არ ჩანს რაღაცა. ხო, მაგრამ ნუ ძალიან ხარისხიანად გაკეთებული ინტეგრალი მიხეილ. ნუ რა, ოჩახ არის. ოჩახ გერმანელებს. ოჩახ გერმანელებს და არ ველოდებოდი სიმართლე გითხრა. მოკლედ ამ დანაზე კიდე კარგად მოვიძებ. რაღაც ნახევარი საათია შემოემატა კოლექციას და კიდევ ერთხელ გახარებული ვარ გიზერებთ ემოციებს. ესე იგი, სანამ გადავალ დანაზე, ესეთი რაღაცა მინდა ვთქვა. აი, თუ დააკვირდებით მეგობრებო, ჩვენი ასე ვთქვათ, პოდკასტების და გადაცემების ძირითად ნაწილს ვუთმობთ იმ მომენტს, რომ გადმოგცეთ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, გადმოგცეთ, რომ დანების სამყარო არის ძალიან დიდი და ყველამ შეიძლება იპოვოთ რაღაცა და მეგობრულ რჩევათ მიიღებთ, ნუ ჩაიკეტებით რაღაცა ერთ კონკრეტულ ვიწრო ჯგუფში, შეეცადეთ, რომ ბევრი რამე ნახოთ და შეიძლება ესეთი რაღაცა აღმოაჩინოთ, რომ აი, სად ყოფილა აქამდეო რა, აი მაგის ჩვენს გაგვიზიარეთ ხოლმე რა. და გადავდივარ შემდეგ დანაზე, მოკლედ. ოჰო. ეს ეხა, რავი, მე მგონი ყველა მიცით. შეიძლება ეხა ვიღაცა ფიქრობთ, რომ რა უნდა ეხა ტოტონა აქვს მაღაზიაში გასაყიდიო, მაგრამ აღარა გვაქვს. აღარა გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის რამდენიც გინდა ჩამოვიტანოთ, იყიდება და ეგ მომენტი გვახარებს, რა თქმა უნდა, რომ ესეთი პოპულარულია, მაგრამ ეს კონკრეტული, ხო? არის აბსოლუტურად განსხვავებულ ფოლადზე. CTS BD1, კარპენტერის ფოლადი, რომელიც ზოგადად ყოველთვის ვიცოდი, რომ იყო საკმაოდ კარგი ბიუჯეტური ფოლადი, მაგრამ სანამ ეს დანა არ
დავითრიე უხეშად რო თქვა. მანამ ესე არ ჩაუმშდა რო არ და არ წამიკითხია რატო არის თქვა CTS BD1 თუნდაც Spider-Cos-თვის და ბევრი სხვებისთვის საინტერესო ფოლადი. მოკლედ მე აღმოვაჩინე რომ თურმე ძალიან კარგი თვისებები აქვს, ანუ VG10 ბევრ რაღაცაში შობს და უბრალოდ დიდი რაოდენობით არის შოვება ეს ფოლადი და მიუხედავად იმისა რომ არის ბიუჯეტური არის საკმაოდ ელიტარული. შესაბამისად მიმაჩნია რომ აი გავიჭერი პატარაზე ხელი ეგ არაფერი Pocket Bushman-ის აი ეს მოდიფიკაცია ნამდვილად იმსახურებს ადგილს ჩემს კოლექციაში. კარგი, ეგედანაც გამიხარდა მიხეილ. ხო, კი ბატონო. კი ბატონო, ეგ არაფერი პატარა დაზიანებას. დავაპაუზოთ? არა, გავაგზავნოთ. გავაგზავნოთ. ეგ არ შეგვაშინებს. მიხეილ, ფიქრობ რომელი დანა შემოვიყვანო ახლა ასპარეზზე? და ო, შენ რთულად არის საქმე. მოდი ბოლოს წინა ნამატ შემოვიტან და მე გადავალ ცოტა ისეთ სხვა ღირებულებით. მაგდანაც მაშინ ცოტა ბევრი ვილაპარაკოთ. ბევრი? კი. ბევრი არ ვიცი რა ვილაპარაკო. მოდი მე ვიწოდა შენ მე დაამატე. კარგი. დიზაინერებზე და იმებზე კიდე არა მარტო რა. მინდა ასევე გაცნობოთ რომ დღეს მესამე თანაწამყვანი ყავს, დაინახავთ რომ გადაფრინდება და გადმოფრინდება. არ გაგიკვირდეთ მეგობრებო, ვერ გავაგდით. გქონდა მცდელობა, მაგრამ უნდა დაგესურვოთო. კი ბატონო. მოკლედ, CKF Custom Knife Factory-ის ბრატი. კი ბატონო. ეს დანა ჩამოტანილი რომ მქონდა, მგონი 2 ცალი მქონდა მიხელი ჩამოტანილი, მაშინ ჩამოვიტანეთ და რო გაიყიდა, სულ მქონდა მე იმედი რომ მაშინ მინდოდა რომ დამეტოვებინა, მაშინ ვერ მოვახერხე და რო გაიყიდა, მე მქონდა იმედი რომ მე ჩამივარდებოდა ხელში, მაგრამ ბოლოს რაღაც აღარ იყო მარაგებში, სხვაგან რო უყურებდი და რაღაცნაირად სუგული მწყდებოდა. შეგაწყვეტინებ, იცი რა გამახსენდა? ეგ პარტია CKF-ის რო ჩამოვიდა და რომ მაჩვენებდი რომ აი ნახეო, ხო და მე ხო დავიწყე ეს ვნახე და ამას რაღაც არ მივაქციე რა ყურადღება და შენ რაღაც გულდაწყვეტით შევაყო. ბიჭო, ვერ ნახე ესო და აი მაგრად ვახსოვს ეგ მომენტი. არა, საოცარიდან არის. ნუ გეტყვი რატომ აქვს ახლა არა მარტო იმიტომ რომ ბოლოს წინა ნამატი არის, რა მართლა ძალიან მომწონს და გამიხარდა რომ კოლექციაში შევძელი ამდენის დამატება. ხო და ნუ პირველ რიგში აი ეს მელამაზება. კი ბატონო. ანუ გადაწყვეტილება არის ესეთი, რომ ძალიან ბევრი ფრეზირება არის ჩატარებული, მოკლედ ძალიან ბევრი ტიტანი არის აღებული, backspacer-ის ნაცვლად. backspacer-ი რო არ ყოფილიყო, აი ეს დიდი სკეილები აიღეს და ისე გააკეთეს ეს ფრეზირება და დაათხელეს, რომ აი აქ შეერთეს აი ეს ადგილი და გამოვიდა ისე, რომ backspacer-ის ნაცვლად არის აი ესეთი შეერთება. ანუ სხვა დანაზე მე არ შემოგვიძინა. მე მაქვს ნანახი დავინტერესდი, მაგრამ მაქვს ნანახი ну როგორ ესე კალამაზად ვერ იყო ის გაკეთებული და ვერ შევადარებ რა ერთ-ერთ კასტომზე მაქვს ნანახი მე ჯაგიგდებ გაჩვენებ იქ რაღაცა ხო უხეშად იყო მიტყეპნული რაღაცა საოცარი არის მე სამშვენისის გასაყრელი აი არ ვიცი ულამაზესი არის ყველაფერი რაღაც ბრუტალურ სტილში არის გადაწყვეტილი არ ვიცი ესეც დასაფასებელი არის რომ თავისუფლება მიცე რომ აი ესეთი ტორქსები დაუყენო აი ესეთი ტორქსები რომ დაუყენო არ ვიცი, თავისუფლება უნდა მიცე, იმიტომ რომ ბელარუსი მაცივარს რო ქონდა რუჩკებზე, აი ეგეთია, მაგრამ აქ მინა მაგრად უხდება. კი, უხდება. ის სხვანაირი რო იყოს, ალბათ რაღაც არ მომეწონებოდა. სულ სხვა ხასიათს ძენს რა და ყოჩახ კონიგინს. ხო და დანარჩენი კიდევ რა აქვს ამდანას? კლიპსა მეორე მხარეს გადადის? როგორ? არა, კლიპსა მეორე მხარეს არ გადადის. ანუ მაგით ჭეშმარიტი კონიგინი უკვე ჩანს, კი ბატონო. ხო, კიდე მესამე ეგეთი განსაკუთრებული. ესეთი პატარა ფლიპერი არ შემხვედრია. შეიძლება კიდევ იმეს კონდეს, მაგრამ შეხედა ვიზუალურად არ გვაქვს, ხელში არ გვიშლის და ფლიპერია. არ ვიცი ესეთი რამე, ნუ ამდენი რაღაცა საინტერესო დეტალი ერთდანაში რო გაერთიანებული არის ჩემთვის, გადავწყვიტე რომ კოლექციაში ადვილად უნდა მქონოდა და ვიდეოშიც მომეხვედრებინა. კიდევ ერთი პლუსი და კიდე რამდენიმე გახსნის მექანიკა და გახსნის კომფორტულობა არ ვიცი აქვს ძალიან იშვიათად სასიამოვნო. დაკეტვაზე და იმაზე არ მაქვს საუბარი, რაღაცა ძალიან ძვირფასი დანის. მაგიური რაღაცა, რა ჯადოს დედასპიცა ვარ რა, აი არც ეს არ არის იაფიდანა, მაგრამ ნუ ბევრად უფრო ძვირფასი დანის ემოციას მიტოვებს სიმართლე გითხრა. აი, არ ვიცი, მექანიკა, ხმები, ყველაფერი, მოკლედ მინუსი ვერ უპოვეს სიმართლე გითხრა, დანას ერთადერთი დეტენზე გადმოსვლა, მაფიქრებს ხო არ გაუკეთო მეთქი შიგნით ის ღარი რომ კარგად გამომარდა, არ ვიცი, მაგის მეტი რომ შენ ვერაფერი ვერ ნახე, ეგ ნიშნავს რომ არის უნაკლო დანა. მაგის მეტი ვერაფერი ვერ უპოვე და სიმართლე გითხრა მგონია რომ ამ დანას ალბათ არ შეველევი არასოდეს და ეს კლიპსაც საოცარი ეგ უნდა მეთქვა მე არ მიყვარს
მე არ მიყვარს რა ეს რაღაცა დიმასკუსები და არ მიყვარს მომკალი და ამ დანაზე აი როგორ მომწონს იცი აი როგორ აგიხსნა რა ზოგადად არ გიждები ვარდისფერ ფერზე მაგრამ ზაფხულში ძალიან მიყვარს ვარდისფერი ტილოს პერანგი და ყავისფერ ფეხსაც მეოთე ისე შეიძლება არ უხდება ერთმანეთს მაგრამ ნუ აი მომწონს ეგორი და აი ამ დანაზე აკუდება რა აი აქიდან შეხედავ ბრუტალური რაღაცა იმენა და აქიდან ამოატრიალებ და რაღაცა დახვეწილი ფრანცუზიც რა იმენა ძალიან მაგარი უმაგრესი დანა არის გაჭირა გამოჭრაც უკვე ცადი ამითი რაღაცეების ჯიბეზეც ვატარებ ხოლმე ზემოთქვემოთ მოკლედ ემსავას 98 ფოლადი ანუ ხო ნუ ეს მასალები დანავახ ლანდონა რა როგორც თვითონ იძახიან რა საოცარი ნამუშევარი არის ერთი სიამოვნება ამდანის გაშლა დაკეტვა ბოლო რამდენიმე დღე არის აი ამით ვარ დაკავებული მიხეილ მე მოკლედ ასევე მინდა აღვნიშნო რომ ხო გეუბნები რა დანები და ადამიანები ჩემთვის განუყრელია და ეს ერთ-ერთი იმ რუსთაგანია რომელიც მაგრად მევასება რა მაგარი ხისთავიანია მაგარი ჯიუტი კაცია მაგრამ აი როგორ ტიპი ეცი წარმოგიდგენე მეტფორდი რუსი ოღონდ ესეთ დანებს აკეთებს რა აი ეგეთი ტიპია ეს მაგარი ნამუშევარი თან ვერცეთ დანას ვერ მომგვანებ ანუ დღეს ძალიან ძნელი არის რომ რაღაცნაირად ისეთ დანა გააკეთო რომ არ გავს არაფერს არ ვიცი ეგეთი ძალიან ძნელი არის და მე გილოცავთ მაო ამ დანას ძალიან მაგარი ნამაკია რა კაი ეგ იყო ჩემი მეორე დანა მიხეილ ჩემი ასე ვთქვათ კიდე ერთ-ერთი კრიტერიუმი რაც იყო დანების შერჩევის ეს იყო მაქსიმალურად მისაღები ბიუჯეტი და რატო ანუ მე ვფიქრობ რომ ანუ დანების შეგროვება არ უნდა იყოს პირდაპირ პროპორციული ადამიანის მაგალითად შესაძლებლობებზე ანუ ყველა ვიცით რომ ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ვიღაცას 1 აქვს ვიღაცას 10 ვიღაცას 1000 მაგრამ ყველას აქვს უფლება რომ დანები უყვარდეს და მე ვთვლი რომ დღევანდელ დღეს თავისუფლად არის შესაძლებელი ნებისმიერ ბიუჯეტში ძალიან კარგი კოლექცია შეაგროვა რა აი მაგის შეიძლება დავამატო არ აქვს მნიშვნელობა შესაძლებლობებს არანაირი იმისათვის რომ ნამდვილად კაი კოლექციონერი იყო ნამდვილად კაი იმიტომ რომ აი ესეთ მაგალითს მოვიყვან აქ ზღვარი არ არის ვიღაცისთვის ეს დანეები არის გაუბრალოებული და თქვა 10000 ლარიანზე ნაკლებს არ აგროვებს ვიღაცთვის 100000 ლარიანები არის ანუ ზღვარი არ არის შესაბამისად რა გამოდის რომ ახლა 10000-იანებს თუ აგროვებს იმისთვის ის არის გაუბრალოებული აქ თავარი არის ემოციები ხედვა და სწორი მიდგომები აბსოლუტურად გეთანხმები და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა შესაძლებლობებს დანების რაოდენობას დანების ხარისხს აი ძალიან მაგარი კოლექციონერი შეიძლება იყოს ადამიანი რომელსაც ჰქონდეს ძალიან უბრალო რამდენიმე დანა მე ასევე დავამატებ რომ მე მიხარია რომ სწორი ტენდენციები მოდის ჩვენ ქვეყანაში მაგალითს მოვიყვან შეიძლება ადამიანმა დასაწყისისთვის მაგალითად განზოთი დაიწყოს შეიძინოს 6-7 განზო და მე რაღაც პერიოდის მერე კი ფას ნაკლებად იმიტომ რომ ეს ბაზრის ჩვეულებრივი მომენტია გაყიდოს ნუ განზო ასე ვთქვათ ამოწუროს სივივიზე გადავიდეს რა ანუ ესეც ნელ-ნელა რაღაცა ფორმით ლაგდებით, აი ჯგუფები კეთდება, სხვა სიახლეებიც იქნება, მოკლედ ვირას ხედავს დანებში რა მაგაზე იყო საუბარი, კიდე ჩავღრმავდები, ანუ როგორ უდგება ამ საკითხს. განზოშიც შეიძლება დაინახოს უამრავი დეტალი ადამიანმა, უამრავი რაღაცის ის ნაწილი ამ მთელი სადანი ინდუსტრიის და კომუნიტის თუ ჭეშმარიტად ეგრე უყურებს და იქიდან სიამოვნება მიიღოს. და შეიძლება ვიღაცა ძალიან ძვირფას დანა ქონდეს და ვერაფერი სიამოვნება ვერ მიიღოს. მოკლედ გავაგრძელებ საჩუქრების სერიას და სანამ დანაზე საჩუქრებით ყოფილი ხარ სანამ დანაზე გადავა. აი მე მივიღე რამოდენიმე თვის წინ მივიღე აი ესეთი პატარა საჩუქარი ჩანთა ვინაიფის და ერთი შეხედვით ეხა რო შევხედე რა ნუ ხო რაღაცა ნაჭრის ჩანთა არა თითქოს დიდი არაფერი მაგრამ მე ესეთი გემრიელი ხალხნო 6 დანა ეტევა რა ნუ რაღაც ძალიან კომფორტული ჩანთა არის და ხა რატო ვიძახი ჩანთაზე ძალიან მოკლე ხანში ვიდეოს გამოსვლიდან ჩვენ სხვა აქციები უკვე ჩამთავრებული გვექნება აი კაიზერის ჩანთებზე მაგალითად მაგრამ დადგება ძალიან მალე მომენტი როდესაც მედანის ქსელში იქნება არ ვიცი ამ წუთას რა მაგრამ რაღაცა ტიპის აქცია სადაც შეგეძლებათ რომ აი ეს მაგარი ჩანთა მოიგოთ ჩემო კარგებო ნუ CV-ისგან გვაქვს გამოგზავნილი 10 ცალი ნამდვილი CV-ის მოყავლებისთვის თქვენ გადაწყვეტთ შეახოდროს და მაგას დავაორგანიზებთ ისე რომ რაღაც სამართლიანად სრულად რომ გადავცეთ დანების მოყავლებს მაგრამ სიმართლე გითხრა მე ამ დანას ჩასადებს არ ვაქცევდი ყურადღებას თავიდან ცავილი რაღაცა ბრტყელი იყო ისეთ უბრალო ჩასადებში და
რაღაცნაირად ეხლა მომეწონათ მიხეილ. ძალიან მაგარი. ხო, ეს სავსე რო არის და უკვე ჩანთის ვიზუალით რო არის. უკვე სხვანაირად არის. კაი, შევხედავ. ახლა საჩუქრების თემა გავაგრძელოთ და ამ ჩანთაში მიდევს ორი ძალიან ძვირფასი საჩუქარი, რომელიც დავიწყო. კაი, მოდი, დავიწყეთ. დანა რომელმაც ძალიან ბევრ საინტერესო რამეს, ასე ვთქვათ, ჩაუყარა საფუძველი. ეს ის ხო არ არის? მე რო არ ვიყავი. ეს არის ის, როდესაც სიტიმოლში გავიცანი დაგერის დამფუძნებელი ბატონი თეიმურაზი და მისგან პირადად მივიღე საჩუქრად და არ ვიცი, ეს დანა, როგორ გითხრათ, რა თავიდან როგორც საჩუქარი ვიფიქრე, რომ აი ძალიან ისე შევინახავ თქო, მაგრამ ისე მესიამოვნა ამ დანით რაღაცეების ჩხირკედელაობა დიდია დატვირთვა არ მიმიცია რა, მაგრამ აი მიუხედავად იმისა, რომ პირობითად რა, დაგერის ისა აქ რა, ცოტა დავსვი ისე, მაგრამ აი არა, კარგად დამისვი რა, კარგად, მაგრამ ნუ აი ისე იყო რა, ჭრიდა საკმაოდ კარგად რა, აი ეს დაშვება ყოფნიდა რა. გაგილესო. ხო, გასალეს. მოკლედ, ისი თქვა მინდა რა, უმაგრესი ემოცია არის, მით უმეტეს არ ვიცნობდი ადამიანს, რა ვიცი, გავისაუბრეთ, გავიცანით ერთმანეთი და დანარჩენს მე გიო მოყვება, რა მოყვა მაგას, ასე ვთქვათ, მაგას დიდი ამბები მოყვა და მალე თქვენც გაიგებთ კიდევ ბევრ რამე იქნება. ხო, ჯერ არ ვთქვათ, ეგ არ ვთქვათ. ჯერ არ ვთქვათ, დაუბრალოდ ინტრიგა. ერთს ვიტყვი რომ რაღაცნაირად მეწყინასავით, ეხლა რომ მე არ ვარ ესე ნაჩუქარი დანებით მოსული, ნუ მე სხვა პრინციპით შევარჩიე რა და მეთქი მეც წამომეღო თქო მეთქი ნაჩუქარი დანები და მოკლედ შესანიშნავი დანა, შესანიშნავი ადამიანისაგან, შესანიშნავ რაღაცა შეუყარა საფუძველი. კი, ანუ ჩვენ პირველი ნაბიჯი გადადგმული გვაქვს და პირველი ასე ვთქვათ დაგერი რომ ჩამოვიდა ჩვენ მოხმარებელს ძალიან ესე ამოვნა ფაქტია რომ შედგა მოხმარებლის და დაგერის ასე ვთქვათ ურთიერთობა და ამაზე თამამად შეგვიძლია რომ ეს ვიდეო რო გამოვა შეიძლება უკვე ახლოს იყოს მეორე პარტია. კი ბატონო, კი. არა ველოდებით თუ ის შორიცხვებისკენ ველოდებით. კი ბატონო. იბა შემდეგი გიორგის ჯერია. შემდეგი გადმოვალაგოთ. მოდი ახლა დავიწყოთ ცოტა სხვა პრინციპით მიხეილ დანებს და რაღაცნაირად ჩემთვის უძვირფასეს ერთ-ერთ დანებს გადმოვდებ კოლექციაში, რომელსაც არასდროს არ შეველევი. იმიტომ რომ ეს არის დანები, რომელსაც ალბათ ვერ ვიყიდი ვერასოდეს. აბა ნახოთ. ერთი ეს არის მიხეილ და მეორე არის ეს. აბა ნახოთ. ნუ ალბათ ბევრს შეიძლება გეცნობოდეთ კიდევაც ახლა ვინც ხართ 90-იანებიდან, აი ეს ორი დანა. ნუ ჩვენ დროს დანიშნულება არ იყო აღსავლენ. არა, არ იყო ნამდვილად. ერთადერთი ოჯახში თუ ბებიან, რაღაც კეჭხუბებოდა, ეგ იყო რა. და წაგართული დაგიმალავდნენ ხოლმე თორე. დანარჩენი ეხლა ეს დანები არის რაც მე თავი მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი, ანუ ამ დანებს არ უკავშირებ, ჩემი დანებს სიყვარულს და ამ თემაში ყოფნას. უბრალოდ ჩემი კოლექციის აი რაღაცა დანები რო ჩამივარდა ხელში. ალბათ ამის იქით არ მახსოვს რა, ეს არის ერთ-ერთი პირველი, ძალიან პატარა ვიყავი და პოპულარული იყო მაშინ გახდა. ძალიან მაგარი ბიჭო. ნუ შემოვიდა პასტა დანა, მაგარი, აი ესეთი საოცარი პასტა დანა, რომელსაც ვთქვათ კალამადაც ვიყენებდი სკოლაში ჩვეულებრივად და ნუ ისე აღმოჩნდა რომ ცოტა მაქვს ხოლმე რაღაცა ისეთი სენტიმენტალური ისენი რაღაცა ვინახავ ხოლმე სამახსოვროდ რაღაცებს და აი ეს ორი დანა შემომრჩა. არის რაღაცები რაც არ შემომრჩა და სიმართლე გითხრა ნანობ ერთი კალასაგან ვაკეთებდით ხოლმე დანებს აკუმულატორებს ის ვერ ვიპოვე, მაგრამ აი მეც ეგ მაგ რომ ბევრი რამე მე გადავაგდე რა და ნანობ ძალიან რა ნეტავი შემენა. ხო, რომ მაშინ რო აი არანაირი ღირებულებას რო არ წარმოადგენდა, მაგრამ შემომრჩა. ერთი ეს არის. ბრავო. აი ძალიან მაგარია რომ რა ვიცი. და მეორე არის ეს. ისა სანამ მეორე სიტყვის სხვათა შორის ესეთი იყო რამოდენიმენა და ეს მე როგორც მახსოვს იმათ შორის ეს მე მგონი იყო ყველაზე კაი. მართლა? კი, იმიტომ რომ მან როგორ იყო ეს ფასები რო პირობითად ერთი ღირდა ლარი, მეორე სამი, მეორე აი 3 ლარის ფარგლებში. არა, ეს იყო, короче, კაი ხარისხი იყო ეს რა. კი, არა, ცუდი არ არის, უხარისხოები იყო. ხო და მეორე არის ეს, ძალიან კარგად მახსოვს, ავლაბრის მეტროსთან მაქვს ნაყიდი. ავლაბარში ვსწავლობდი მე, იქ დავამთავრე სკოლა რა და მოკლედ აი ეს ჩვენ დროს მოლები იყო მეტროსთან, ახლა რო დადიან. იქ მახსოვს ახლა აღარ არის ავლაბრის მეტროსთან რაღაცა ის მონუმენტივით იყო ჩამოსაცურებელი გაუძრებოდი ხოლმე იყო და სადღაც მიახლოების მაგაზინზე ყიდა და ღირდა 50 თეთრი. 50 თეთრი არ ამქონა, კაი ხანი ვაგროვებდი. ოთ მაგ დროს დავაკონკრეტებთ რომ 50 თეთრი ღირდა ერთი პაჭკა Marlboro Light-ი, ზუსტად მახსოვს. ნუ ბულკები ღირდა 10-15 რა და ახლა არა
გზაში მატანდნენ ხოლმე სკოლაში 2 წელს როგორ გატანდნენ, ყოფნიდა რა ბურგს იყიდი და რაღაცა ორლარად ბიჭი იყავი ვაფშე. ორლარი არ მქონია არა. იზვა, კი. და 50 თეთრი და რამდენიმე დღე ბურგისა მოკლედ მოვაგროვე რა და ჩამივარ და ესეთი ავტომატური დანა და მუშაობს მიშა. ასიდახი. კი, დამაცადე. მე არ მოვკიდე რა შეგნებულად ხელი. არა, მუშაობს. არ ვიცი, რამდენ ხელს ეყოფა რესურსი ახლა, მაგრამ ნუ ფაქტია. აუ, ეს უნდა დაშალოთ. არა, ვეღარ ავაწყობ რა სიტყვა. აუ, არა, აწყობ თომ. ამის გავს ვინდებს, გავს. აუ, არა. ამას აი მე დარწმუნებული ვარ. და მუშაობს, რატო დავშალო? აი, რატო დაშალო და ძალიან საკაიფოდ გააკეთებ. არ დაიძარო რა. არა, დაზარება რა შუაშია. ამას აი შენ გააკეთებ, იმეც კაპ, აი მაგარი ფიჯეტი რო გახდეს ისე რა. აი ვიფიქრებ, მოვიძიებ ხებს თავს დავიზღებ. ძალიან მაგარი რამე, აი ძალიან მაგარი რაღაცა. სერეიტორი ზევიდან იმე რემბო აუ. გამთელი ის გამახსენე. ისა, უკან კალაშნიკოვი ახატი. არა, ისა M16-ია. M16-ია, მე მგონი. ხო, კი ბატონო, კაი, ავტომატებში ვერ ვიყავით დიდად. ო, წინიდანაც ნახე. არა, ეს თვითონაც მეცა რაღაცა იმის ის არის რა, ტარი არის რა, რაღაც. იმის დაშნა კი არა და. ხო, რაღაცა მაგის ვიზუალზე. სახმალაო რა, რა ქვია მაგას. მაგის ვიზუალზე არის. აჰა. გავჩი მაგარი ვეშია ძალიან რა. ბრავო, ძალიან მაგარი რაღაცები გვაჩვენე რა. კაი. ჩემი ჯერია. მაგრამ სანამ შენდანებზე გადავალთ, ეს რაღაცას ვიტყვი მე რომ კადრს მიღვა საუბრობდით და საინტერესო იქნება კიდე 90-იანების ჩვენი ასაკის აი ესეთი ძველებური დანები ახლა მიშამ კადრს მიღვა ტიტული ხალი ეხატა დანას ეკახსენა და არ ვიცი ვინმეს თუ გაქვთ შემორჩენილი საინტერესო იქნება შევიძენთ 90-იანების ტიტული ხალიან დანას აუ და სიამოვნებთ დავიმატებთ კოლექციაში ჩემზე ცოტა უფროსებს განსაბურთალოელებს განსაკუთრებით რა ვისაც ელექტრონიკასთან გახსოვთ ნავახები რო იყიდებოდა რა სამი მანეთი ღირდა თუ რაღაცა წითელი და ლურჯი ვინმეს თუ გაქვთ აი რავი ფოტო მაინც გვაჩვენეთ თუ არა და შევიძენ რა ფოტოთიც მივიღებთ ემოციებს კაი გავაგზელეთ ეხლა მინდა ერთი აი ასევე ძალიან მაგარი ადამიანის საჩუქარი უნდა გავაძრო რომელსაც საერთოდ არ ველოდებოდი აი აბსოლუტურად რო არ ველოდებოდი ეხლა საჩუქრები გამოსული ჯერ ხო ძალიან დანა რომელმაც რა ვიცი რა ბოლო ალბათ 10 წლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფურორი მოახდინა იდისი დანებში რა ელემენტუმი ოღონდ ძვირფასი ასე ვთქვათ შესრულებით ვინაიფის შესრულებით ტიტანით 20 სივით და ეს დანა მაჩუკა ჩვენმა ძმამ ტოტომ რა და რავი ტოტო ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძმაო აქიდანაც ტოტო ძალიან მაგარი კოლექციონერია გარდა იმისა რომ მაგარი კაცია როგორც კოლექციონერი მაგარი კოლექციონერია და ორმაგად სასიამოვნო არის ესეთი საჩუქარი რა. თვითონ დანაც ძალიან მაგარი საკოლექციო არის. კი, აბა სტადია, აბა ხა იშოვე, სადმე უკვე აღარ არის. აღარ უშვებს ვინაიფი ამას. და CVV-ს კი ბატონო, მაგრამ ვინაიფი მორჩა. ეგ ცალკე ჩემი ტკივილი არის, აი რამდენი დანა გადის აქედან და რო რამდენი აღარ იშოვება. რო არა და ეს მახსოვს აქ რო იდო თაროზე და ერთი პერიოდი მეც რო უყურებდი და просто მე მაგრად გამიმართლა რომ მე საჩუქრად მოვიდა ჩემთან და ერთ-ერთი ახლა გამახსენდა ისო ბუფალო ფინჩის აი მაგასაც ვეღარ შეულობ აი საოცარი პუტკუჩუნა ძალიან მაგარი კაცი ხო ეს მაგარია ამით არ გავჭრი გასალესი არის ამიტომ დავდოთ დაგიბლაგებია მიხეილ შენდან კი ბატონო ჩემი ჯერია კი მოდი მაშინ ახლა შემოვიყვან აი ამას შეიძლება ამის დამსახურება იყოს მიხეილ მე ჩემი დანებისადმი სიყვარული ყველა ხო რაღაცა გვახსოვს ის პირველი მომენტი, თქვა იქ ბაბუას დაუნახეთ რაღაცა იყო იქ ვაშლი და რაღაცა. ჩემთვის იყო ეს დანა იქიდა ჩემთან სახლში სულ და მოხმარებაში არ იყო არასოდეს. ანუ რელიკვია სამი კედელზე იყო ჩამოკიდებული. სამწუხაროდ დიდი ისტორია ამისი არ ვიცი. ნუ ვიცი რომ ადრე ბავშვი რო ვიყავ, მაშინ მამასგან ვიცოდი, ნათქვა მქონათ რომ ძვირფასმა ადამიანმა აჩუქა. ძვირფასმა ადამიანმა აჩუქა, ეს ეკონა ჩამოკიდებული და თვითონ დანაც ძალიან საინტერესო არის. იმიტომ რომ არის ესეთი ჭედელი ყოფილა რუსეთის საიმპერატორო კარზე ვარიპაევი ესეთი და მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა. ანუ ჩვენამდე ისტორიულად დადასტურებულია. კი, დამღა აქვს რა და მამაც ეგრე ძვირფასად ინახავდა ძალიან ძვირფას საჩუქარი და მე ეს არ იცოდა თვითონაც ახლა მე ცოტა Google და ის რო წამოვიდა ინტერნეტი, მაშინ მოვიძიე რა დამღის მიხედვით ყველაფერი და ნუ ეგ არის.
და სიმართლე გითხრა, აი მაგ ყველაფერთან თელი ბავშვობა რო უყურებდი ამ დანას რო ეკიდა ხომ დიდი ხანი არ ვეკარებოდი, ხო ის რაღაც აკრძალული ნივთივით რო გავსო დანა არის და არ შეიძლება და ესე უყურებდი. შეიძლება მაგანაც განაპირობა ჩემი დანებისადმი ესეც იყვავილ და აქედანაც შეიძლება წამოვიდა. რა დანიშნულ არა რა მაინტერესებს იცი მე ხა უცბად გამიჩნდა რუსული ძალიან პოპულარული რაზვედაჩინი დანა რო არის რა ეს რაღაცა გინდა ფინკა ენკავედე და გინდა და მივამსგავს რა მაგ დროს არისო სიმართლე გითხრა მე მგონია რომ რაღაცნაირად სანადირო დანისკენ ვარ რა სანადირო დანისკენ ვარ იმიტომ რომ თხელი არის დანა თვითონ ხო თხელი არის და მაშინაც კი ხალხმა იცოდა რომ სანად დანა თუ არის მჭრელი და უნდა იყოს თხელი რა და სკებარები აჭრის მაშინაც და ლურსუნების საჭირად არ არის დანები ხო და ერთხელ მაქვს განალესი ბავშვობაში მაქვს განალესი ოღონდ გავლესე ცუდად არ გამილესია ბავშვობის ყვალობაზეც რა ესე ზუმფარებზე მაქვს ესე გადალესილი და ეს იყო ძალიან შავი და გავაპრიალე ძალიან დიდად სიმართლე გითხრა არ ჩავრეულ ვარ ლოგო ბევრად უფრო მკაფიო იყო ეხლა ცოტა ის არის მაგრამ აი შეხედე ყოველ შემთხვევაში გული დიდად არ მწყდება რა რუსეთის საიმპერატორო რაღაცა გერბი იყო აქა და მე რა იყო რატო არ მწყდება ეხლა მართლა შენ ეგეთი კი ეგეთი არა ეხლა ნუ არა ბევრად მკაფიო არ იყო მაგრამ ნუ ისე თქვა მინდა იცი შემდეგში ეგეთი რამე თუ ჩაგივარ და მეტი გიო ეგრე არა მე აღარ ვიზავ ეხლა მაგრამ ყოველ შემთხვევაში დამღა ჩანს სახელი ძალიან მკაფიო მე ძალიან დამაინტერესა ამ დანამ ანუ აი დავიწყოთ რითი იცი არ ვიცი მე მგონი ბევრჯერ მაქვს ნათქვამი რომ ძალიან რთულია რომ გააკეთო დანა სადაც ანუ სამი ამოტვიფ რა იქნება ისე რომ ხელში ჩაჯდეს კარგად რა და ზეტეს და ჰინდერერის კოლაბორაციას ვაკებ მაგის გამო ხოლმე და დააკვირდი რომელიც რამე საუკუნეში კი საღად ხელში როგორ სტანატო ალბათ ერთი 150 წლის ჩემი აზრით ნუ არ ვიცი თუ იმას კიდე ერკვევით კარგად ყოჩაღ ამ კაც ყოჩაღ ნუ კარკაში თავისი არა აქვს ფისკარსის კარკაში აქვს ესეც ალბათ ძალიან ძველი იქნება რა ამაზეც ჩვენ წეღან პატარა კვლევა გავაკეთეთ ესეც სავარაუდოდ არის მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველ მსოფლიო ომამდე გამოშვებული რა ხო რა ეგრე მგონია რა რომ ერთი 100 წელი შეიძლება იყოს ეს კარკაში ყოველ შემთხვევაში ნუ წარწერას შედარებით ნორმალურად არის შესრულებული მაგრამ აი ეს საინტერესო კი ჩემი კოლექციის ნაწილი მინდა ესე გიო რა მაგარი რამე ქონდათ თუ ჩვენ მშობლებს რომ აი ძვირფასი ადამიანის ნაჩუქარია სუ არ იცოდა მამამ შეიძლება არც და ჩამოკიდო აი ისეთი რაღაც ტრადიციები ალბათ უნდა შევინარჩუნოთ რამე ესე ძალიან მომეწონა ეხა იგი ისტორია რა კი და აი ერთ-ერთი უძვირფასესი ნივთი არის და ნუ დანა კოლექციის ნაწილი შესაბამისად ეგეთი აქვს ძალიან მაგარია აი გადავწიე ხო რაღაც ემოციურად ისვია ცოტა და მე მგონი საჩუქრების თემას ეხლა დავასრულებ და ჩემი დღევანდელი საჩუქრებიდან დანა ეს დანა როგორ გითხრათ რა ვინც მაჩუკა აიზერ მისტიკი რექს 45 ფოლაძე და რატო არის აი 10 მაგათ სასიამოვნო ეს დანა ვინც მაჩუკა თვითონ რო შეეძინა იმდენი იწვალა თავისთვის აი ძალიან დიდი ხანი ჩალიჭობდა რა რომ ეყიდა და ძალიან უყვარდა ანუ ის მომენტი კი არ იყო რომ აი რაღაცა აღარ მოეწონა და არა რა მაგრად უყვარდა პროსტა რაღაცა როგორ იყოს მანქანაში ვჯდებოდით რა და აი როგორღაც არ ვიცით ყოველ მეც ისე უთხარი რომ წამიერად შევხედა და შენი იყოსო რა და აი რავი გიო ჩემო ძმაო ძალიან დიდი მადლობა საოცარი საჩუქარი არის და ძალიან მაგარია და ძალიან მიყვარს. მაგარი მოდელია, სულ ერთხელ მოახერხე ჩამოტანა. დანარჩენი მე სულ არასდროს არ იყო მარაგში და მე მგონი ახლა აღარც უშვებია. ხო, ნუ ერთხელ მოახერხე ჩამოტანა, მხოლოდ 2 წელი თუ 3 წელი მქონდა და მაშინ მე кайდა. ჩვენი ერთდან არის. მოკლედ ძალიან ზურფასი დანებით ხარ შენც მოსული. სულ საჩუქრებით. კი და რავი ეს ამბავი მახარებს ძალიან და მიხარია, გამიხარდება მე ვისაც ვაჩუქე, იმათაც თუ აქვთ იმიტომ ზოგი მა არ იცის, შენახვაც არ იცის დანის. ხო, ეგ რაღაცა საწყენია, გამიგია რა, მე მიჩუქებია და გაუჩუქებიათ ხოლმე არ რაღაცა უდეათ და რაღაცნაირად გული დამწყვეტია ხოლმე რა, რომ შენ რაღაცა სხვანაირი გულით აჩუქებ რა და ეგ არის. კაი, გადავიდე შემდეგზე? გადავიდე შემდეგზე. დღევანდელი გადაცემა ცოტა გაგვიგრძელდა, მაგრამ მე მგონი საინტერესო. შენ რამდენი დაგჭა? მე დამჭა 5 წელი დამჭა. ხო, დავაჩქარო. დავაჩქაროთ, აბა ცოტა დავაჩქაროთ. კაი, მოდი მაშინ ორ დანას გადმოვდებ ერთად. კი ბატონო. აი ეს ორი დანა განსხვავებული არის. ანუ ამ ორ დანას
ეგეთი რაღაცა განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს, მაგრამ კოლექცია ეს რო არჩევდი თემატიკით, ხო, სხვადასხვა თემატიკით შევარჩიე რა, რაღაცა ძალიან ძვირფასი, რომელთაც დავიწყე, ისე უბრალოდ საინტერესო დანები და ისე უბრალოდ დანები, რომლებიც ძალიან მომწონს. ახლა როგორც მაგალითად ის CKF-ი იყო. აი ჯეკ ვულფის აი ეს დანა მომწონს ძალიან მაგრად და ასე მგონია, რომ ამ დანასაც ალბათ რავი რა უნდა მოხდეს, რომ ამ დანას შეველიო რაღაც, არ ვიცი. ну შეიძლება რაღაც ძალიან ისეთ საინტერესოში თუ გამიცვლის ვიღაცა ისიც თუ არ დათანხმდება სხვა არაფერს. ხო. ანუ ბოლო გზაროა. გეტყვი რა მომწონს. ანუ ესეთი რაღაცა განსხვავებული ტარით იშვიათი არის დანები. ნამდვილად. ეგეც ასაფასებელი არის, რომ რაღაცნაირად ესე განსხვავებულს რო აკეთებ დღესდღეობით, ძალიან დიდი რისკი არის რა, რომ ან ძალიან მოეწონებათ ან რაღაცა, ან შეიძლება რაღაცნა ისე ჩაკვდება საერთოდ. აი ესეთი განსხვავებული ფორმა, კონდახის ფორმა აქვს, მეგობრებო, ნუ ინსპირაცია არის კონდახის და რასაც არ უნდა იყოს, ხელში ჯდება ძალიან კომფორტულად. აი ძალიან კომფორტული დანა არის. ხო და ძალიან მოვიხიბლე ამითი გეცოდინება წინა ვიდეოებიდანაც რომ ჯეკ ვულფს ძალიან ვაფასებ. მაგითი მოვიხიბლე, იმითი მოვიხიბლე რომ დანა არის ძალიან თხელი, ეს 90 ფულაძე და ძალიან მჭრელი არის. ესეთი მჭრელი დანები მე ცოტა მაქვს, ბევრი არ მაქვს და ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული არის ეს. მაგ ყველაფერთან ერთად არის ძალიან მაგარი ფიჯეტი. ხმები აქვს საოცარი. ზემოდან, ქვემოდან, რავი, უკნიდან, აი ყველანაირად აი გემრიელად იხსნება და გემრიელი ხმა აქვს და რაღაცნაირად აი ეს დანა მიყვარს და ჩემ კოლექციაში კარგი ადგილი უკავია და ასე მგონია რომ кай ხანი იქნება ჯერჯერობით. მეც ანუ ჯეკ ვულფთან აი ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ გამორჩეულად სამი მოდელი მეყვარს და იმ სამში ეს 100% არის მოკლედ. აუ ერთი მაგარი მოდელი ჩამოდის, ახლა კიდე აღარ ვიცი რა გავაკეთო, რამდენი დანა უნდა დავიტოვო ვიზუალში. ეგ ძნელია. აი ხა ძალიან ველოდები სიმართლე რო გითხრა იმ დანაზე რა სიტყვა. ამ დანაზე? ну, ამ დანაზე ბევრი თემა არის. სიმართლე გითხრა, ყველას გვიყვარს მაიკროტეკი ასე თუ ისე, რაღაც დონეზე. მეტად ნაკლებად. გაჩერდი. ну, ავტომატურები ხო გვიყვარს? ყოველ შემთხვევაში აი აქედან აი მას მაინც მახსენებს. აი ამ თემას. არ ვიტყუებ, აი მართლა არ მეყვარს. ну, მოკლედ. ეს მოდელი მაგრამ ერთი ის მეყვარს, რა ქვია. აჰა, დაიწყო. რა ქვია იმას? რომელი? ეგზოცეტო. ხო, აი კარგი არის. ეგ მეც მიყვარს. კი ბატონო, ლატიც კარგი არის. ну ლატი მაიკროტეკად არ აქვს. შეიძლება ბევრი კარგი მოდელი ჩამოთვლა. მოკლედ, აი თან ფრონტალური არის, თან იმ ემოციას არ იწვევს, რაღაცა დიდი ტაქტიკური რაღაცნაირი ესეთ ემოციას არ იწვევს და იმ ავტომატურის ხარისხიანის და მაიკროტეკის და მარფიონის ემოციას მაძლევს. პლუს ის რომ პირი პატარა აქვს და ტარება შეიძლება და ძალიან მელამაზება. მაგას ველოდებოდი, როდის გახსნე. ანუ ჰელჰაუნდი. ჰელჰაუნდი და თან ეს ხო თავისთვის სხვანაირად ლესავს რა. ხო, გალესილი არის. ძალიან საინტერესო არის გალესილი და ანუ მე ისიც თქმა მინდა ეს ერთ პროდუქტს რაღაცას ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს ძმაო YouTube-ზე რო აჩვენებ. კარგი. მე უკვე ესე უნდა სხვებსაც გაულისო. რა სიძახი. მარტო შეთვის აღარ უნდა გალესო. მე შენ არ გაგიგია მე რო ისა. თავში რო ამივარ და ზემოთ რო ამოვიდი. თანებს რო აღავლესავ. ანუ ეს კონკრეტული მოდელი შემახსენე არის რაღაცა signature. Mini Trudoni signature series არის და Hellhound არის პირი. ნუ ტანტოებიც ყოფილა ახლა ამაზე სხვადასხვა პირებით, მაგრამ აი მიშა აქსესუარად ხო დანის პირიდან გამომდინარე ჩვენ დღევანდელ რეალობაში, ნუ ძალიან მომწონს რა. ხანდახან ამასაც ვატარებ. კი ბატონო, არა, გეთახმები, მაგიტო შენ ის მაინტერესებდა რა. ხო რა, ძალიან მომწონს. და მაიკროტეკიც მაქვს კოლექციაში რა. კი ბატონო, კი ბატონო. გადავიდეთ ჩემ იმაზე? კი, აჰა, ორი მე მინდა ეხა ერთი ესეთი რაღაცა გაჩვენოთ, რომელზეც კარგს არაფერს არ ვიტყვი. ხო. ესე იგი, ეს არის Spyderco-ს მოდელი, Greg Sauser-თან ერთად გაკეთებული და ძალიან მიხარია რომ მოხვდა ჩემ კოლექციაში. მაგრამ ეს არის მოდელი, რომელზეც ძალიან დიდი იმედებს ამყარებდა Spyderco, მაგრამ შეიკუკა. და რატო შეიკუკა? მაგაზე, აი რა ვიცი, მე შენც გკითხავ, შენი აზრით, ძალიან დიდი რეკლამა იყო წინა პრეორდერებზე, მთელი ამბავი იყო, იმიტომ რომ ეს არის პირველი Spyderco, რომელზეც დაყენდა ფლიპერი. კარგი. და გაყიდვები ჩავარდა. მაგრამ მე მოხდა ესეთი საოცრება, შეწყვიტ ეს გამოშვება და უცბად გახდა ძალიან პოპულარული. და აი შეგვიძლია მე დააფასოს ხო რა, აი ეგეთი ვარიანტი გაიჩნდა. აი მე მაინტერესებს შენი აზრი. რატო შეიძლება ჩავარდილიყო ეს დანა? რატო ჩავარდა ეს დანა რა? აუ მიშა გამიჭირდება ახლა ეს თქმა. ეს დანა მქონდა და რა ვიცი.
ეს დანა მომწონს. კაი, მოდი მინიშნებას მოგცემ რა. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ზეტი არის თავის პიკში და სპაიდერ გვაკეთებს დანას იდეაში დააკვირდე როგორც ზეტეს სტილშია გაკეთებული. ნუ მიყვარს ხოლმე ეს გემები საუბრე. მითხარი რატო არა, აი ანუ სკელი, ანუ რა, ანუ არა სპაიდერ კოლია და მაგიტო, ხო, სპაიდერ კოს მოყავლება ვერ ამას ტუდაადე რა ქვია გავიგე. მაგრამ ხო გეუბნები ხო, არა სპაიდერ კოლი არის კი. რო ვაკვირდები აქიდან ხედან შეიძლება ზეტე მეგონოს ესე სპაიდერ კო არის და ყველაზე ცუდი ის იყო რომ აი ამ დირკით რითიც სპაიდერ კო იდეალურად იხსნება ეს დანა კარგად არ იხსნებოდა სირცხული სპაიდერ კოს მოყვარულებს. მაგრამ ძალიან მაგარია აბა წათიშოვეთ მე მაქვს სირცხული სპაიდერ კოს მოყვარულებს. არ ვიცი მე ახლა მინდევარ რომ ყოფილიყავი სპაიდერ კოს დანების ამ დანაზე არ ვიტყოდი. თუმცა არაფერს და აუცილებლად დავიტოვებდი კოლექციაში. ხო, არა, მე კოლექციაში დავიტოვებ კი არა, ამას მოგეუბნები რა, ძალიან დიდი საპატიო ადგილი უჭირავს. სულ ცოტა, იმიტომ რომ პირველი ფლიპერია სპაიდერ-კოსი. ძალიან საინტერესოა. მე შენგან რო გავიგე პირველი ფლიპერი იყო. მე მინდოდა რომ არა გვიანი იყო. კი, გვიანი იყო. და შენც გვიან მითხარი. კი ბატონო. სპეციალურად. კი ბატონო. მეორეს მივაყოლებ, მაშინ მეც ეგრევე მომენტალურად. კაი? კიდე ერთი მაგალითი რომ დანა შეიძლება არ იყოს არც დანიშნულებით რაღაცა მაგარი, არც ფასი კონდეს დიდი, მაგრამ მოგიტანოს უდიდესი ემოცია რა. ჩაკ გედრაიტისი არის ადამიანი, რომელიც არ ვიცი ბევრმა იცით თუ არა, მაგრამ ძალიან დაფასებული კაცია კასტრო სამყაროში. აკეთებს ძირითადად ავტომატურ ვიქტორინოქსის ტიპის დანებს და აი პატარა ვიქტორინოქსის ტიპის დანები ეს 4000 დოლარი რა. არ თქვა. კი ბატონო. და ჩაკ გედრაიტისმა გააკეთა დანა, რომელიც არის Applegate-ის, ასე ვთქვათ, დიზაინით თითქოს მისგან აღებული, არ დაუმალავს ეს რომ Firebird X-ის მოდიფიკაცია აქვს, კავკასიური ტარი აქვს აღებული და იდეაში სრულად არაფრის მომცემი დანა არის, მაგრამ მე იმდენად მაგარი ემოციას მაძლევს ეს დანა, რომ ძალიან მიხარია რომ აქვს კოლექციაში. ფოკერს მეჩე თქვია ამას. ახლა გამახსენდა ის სკეილებით რო ჩამკეტი ხო ვიქტორ რამდენიმე დღის უკან ვათვალიერებ და უსასწაული ფასები იყო მაგრამ მაგარი იყო კი ბატონო ოჩაღ მიხეილ მე ამ დანაზე ვიდეოს მერე კიდე ცოტა გავიჩერებ ცოტა ხანი რომ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო დანა არის და ეხლა ესე კადრში ვერ მივიღებ ემოციებს კარგად ვერ დავათვალიერებ რა და ძალიან მაგარი დანა არის. ო, ამიტომ მართლა შეიძლება რა რომ რაღაც მისაღებ ფასად ისეთი დანა ნახო რა ეს რო გამოვიდა $70 ღირდა ავიც. რაღაცნაირი დანა არის. კაი, კადრს მიღმა გავაგზავნოთ მე კი ბატონო, აბა კარგად შევათვალიერებ. შემდეგი შენი ჯერია. შემდეგი ჩემი ჯერი არის 3 დანა დამჭა მიხეილ და ძნელია არჩევანის გაკეთება. მოდი, ბაგს გადმოვდებ ბაკასათს. ნუ ეს დანაც ალბათ ბევრი ცენტი ცulis ბიჭო ეს დანა. ლატუნი არის. ლატუნს კი არა, ხეზე ვიძახ. მე მგონი ხეცფერს ცulis კი. რა ვიცი ხეში შეიძლება იცulis, მაგრამ თუ გადაусმებ, გადმოусმებ და მე არა, ლამაზია ძა. კი, ლამაზი არის. ბაკასათი მეგობრებო, ამ დანას ბევრი მიზეზი აქვს ჩემს კოლექციაში რო იყოს რა. ერთი ის რომ მართლა მომწონს. ამას გეტყვი მე რა აწერია. ერთი ის რომ პირველი ძალიან მომწონს. მეორე ის რომ არის ერთ-ერთი პირველი დანა არის, ოღონდ რომ დავიწყე ცოტა დასულ ასაკში რომ დავიწყე შეგროვება, რომ შევედი Amazon-ზე და ყველაზე გაყიდვადი და ყველაზე ის რა არის და დავუგუგლეთ რაღაცა და შევედან რომ ჩამომივიდა ეს დანა. და თავიდან ცოტა სხვანაირად ვიყავი განწყობილი. მე სხვანაირად შემიყვარდა. და მესამე არის ის, რომ ნუ ძალიან ძვირფას ადამიანთან რაღაცნაირად მაკავშირებს რა და ესეც მინდოდა გამეზიარებინა, რომ არანაირად ისეთი განსაკუთრებული ძვირფასი დანა არ არის, მაგრამ ჩემს კოლექციაში უკავია ისეთი ადგილი, რომელსაც ალბათ არასოდეს არ შეველები. ბაკასათი. ბაკასათი, ანუ აი არ შეიძლება რომ მაგ პირობითად ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იყოს სულელი რა. რომ აი მაგ რაოდენობით იყიდება რა, ანუ ამდენი წლის განმავლობაში საოცრებაა რა. ნუ მე აფიქრი მაქვს რომ რაღაცა პერიოდის მერე ჩემს შვილს ვაჩუქებ ამას. საოცარი გადაწყვეტილება არის და აი ეგ ტრადიციები მომწონს მე დანებში ყველაზე მეტად რა. ხო, რაღაც
კაკრას მკითხა რომ 6-ის ხვდებიო და 6 დანა უნდა მქონდესო. ეხლა ამ დაბადების დღეზე არ ამგონია გვაჩქომა რა. ო რა მაგარი კაცი ეს მინდა ის მინდა. კი, დაითვალა, რატო დააკავშირა არ ვიცი თვითონ. არა, მე ზევით ამოვიდა და გვაჩვენა რომ ანუ ეს პატარა სპაიდისა ვიქტორინოქსი რო ნახა რომ მეც მქონდა, მე მგონი ლაშა იყო, ლაშასაც მქონდა და გაუსტორდა რომ ბიჭებს ყველას გვაქვს ერთნაირი. აგროვებს 6 წელი უნდა ეხლა. ჩემი ჯერია თუ შენი ჯერია? რავი, მეორე დამჭა, როგორც მეტყვი. კაი, ორი თუ დაგჭა, მაშინ ესეთ რაღაცას გავაკეთებ. ეხლა მაშინ არაფერი შუაში არც საჩუქარი არ არის. არა. რა ფერზია. არის დანები, რომელიც მიმაჩნია, რომ აი განსაკუთრებულად საჭიროა, რომ არსებობდეს რა და ჩემი აზრით მანიქსი არის დანა, რომელიც გიждები ამ დანაზე რა. ძალიან მიყვარს. აი, ესე იგი, მაქვს რამოდენიმე მანიქსი, ეხლა წამოვიღე უბრალოდ აი ეს ფერი Spy 27 ფოლადზე და შეგნებულად წამოვიღე ეს ფერი, რომ ჩემოძმებო. მოდი რა, ანუ დამიჯერეთ რა, მეც მაქვს არ მიყვარს რა ქვია, არც მე არ ვარ ჭეტელაფერების დიდი მოყვარული, მაგრამ დანებს უხდება რა მაგრაც და მარტო შავი ამოვიდა რა ყელში რა. აბატონო და აი ეს არის სპაიდერკო, რომ ქარხნულად ლესავს იარა დაჭრის, რავი. მე მიყვარს ეს დანა და მახსენებს ჩემს სტრეჩს. ხო. აი განსაკუთრებულ ემოციებს მაძლევს, რომ აი ის რო ძალიან მაგარი ინსტრუმენტი არის, ძალიან მაგარი ინსტრუმენტი არის, ეგ რაღაც კარგ ემოციებს მაძლევს რა და აი ამ მოდელსაც აქვს ეგ რომ აი საიმედო კარგი მჭრელი, აი რაღაც საშვილიშვილო ინსტრუმენტი არის და ოჩახ, კაი მოდელი არის. რაღაც ნამეტანი ბევრი სპაიდერკოების ხარ მოსულები. კიდე შევამცირე, ანუ რაც დრო გადის ჩემი და სპაიდერკოს ურთიერთობა უფრო ახლო ხდება. ვა, საინტერესოა. მეც რა მოღამე დავიჭირე, კი, მართლა ყველა დანა მეყვარს, მაგრამ აი ჭრამელას. აი საკაიფო თუ ჩაჭრის, ნუ აი გაგილისო მიშა. ევასება რა. ხო, აი შენი გალესილი ხა არ მაქვს წამოღებული. CRK-ი ხო რო ახრომზე რა ხო მოყოლელი მაქვს ნუ იმით რომ ადგები ხომე და გავჭრი ხომე მეკითხები რა ფოლადია ძმა და არა და არაფერი ფოლადი არ არის რა ჩემი ძია მიშა კი ბატონო შენი ჯერია ეს დანა ნანახი გაქვს შენ და ალბათ ბევრსაც შეიძლება ეცნობოდეს ეს დანაც მინდოდა რომ გამეზიარებინა ეს არის დანა რომელიც აი არც ოსტატი ვიცი არც ბევრი რამე არ ვიცი არც ინსტრუმენტი არ არის მაგრამ უბრალოდ აი მიყვარს და აღარ ამოვიღონო ქარქაშიდან არ ვიცი აი უბრალოდ მიყვარს რომ უყურებ რაღაცნაირად სიამოვნებს მამშვიდებს რაღაცნაირი დანა არის ხელში კომფორტული არის არ ვიცი მოკლედ ეს არის ერთადერთი ესეთი დანა მაქვს რომელიც არის უბრალოდ პირველად შევამჩნიე რომ გალესილი გაქვს გადავლესე მაგიჟებდა ერთი რაღაცა და მის გამო გადავლესე თორე სიმართლე გითხრა მსგავსდანებს აი გამიკვირდა ხო მაგითო გითხარი რა ну, კაი, გეტყვი რომ რაღაცა პატარა ის ქონა გადაცდომა ოსტატს და არაპატია ხო? არ მასვენებდა რა. კაც არაპატია ერთი პატარა რაღაცა. თან არც ვიცით ვინ არის. ну, გეტყვი რა, ეხლა ზოგადად ესეთ დანებზე უნები ხოლმე რომ მოიცადეთ, არ გადალესოთ, გადალესვა ყოველთვის შეიძლება 1 წლის მერე, 2 წლის მერე რა და უყურე და მე მაინც იმაზრზე ვიყავი და გადავწყვეტე რომ გადამელესა რა და ხე არის უბრალოდ. სხვა რამეს ვიზახი. აი ესეთი პატერნით ხე. შენ შეხვედრია? არა, არ შემხვედრია. მეც როგორი ასოციაცია მიჩნდება. აი მე ხომ აქ ნათქვამი რომ ზოგადად მსჯერა რა რაღაც მისტიური რაღაცა ტრალივალის რა აი რაღაცა დრუიდულ იმას გავს რა რომ ხე უნდა იყოს დრუიდების იმაში არის რომ ნებისმიერი ხის ნაკეთობა უნდა იყოს ცოცხალი. ანუ აი ეს ხავები უნდა კონდეს რა აუცილებლად რა და რაღაცა ეგეთი მისტიური ნივთია რა მოკლედ რა. ხო, ну ეგ დანა არის რა, სახელით არის დანარჩენი უბრალოდ ჩემთვის არის რაღაცა ხელოვნების ნიმუშივით, ნახატივით, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას ძალიან მაგარი ეგზემპლარია ნამდვილად. ძალიან ლამაზი არის ჩემთვის და ესეც ჩემი კოლექციის ნაწილი არის. წარმოუდგენლად ჩამევარდა ხელში. მაგას გეტყვი მე. კადრს მიღებდი. ავიც, მე მგონი ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, რაღაცეებზე ვისაუბრეთ, ცოტა დაგვრჩა. ერთი დაგჭა გიო? მე ერთი მაქვს დარჩენილი მე. რა ხარ ნესია მე ცოტა შედარებით მეტი რომ გამომივიდა, მოდი ამიტომ რაღაცებს გვერდზე გადავდებ და ერთ დანას გავაზრობ, რომელიც ასევე არის იმის დამტკიცება, რომ აბსოლუტურად არ არის საჭირო, რომ რაღაცა ჟირდეს ძალიან ძვირი იმისთვის, რომ მაგრად მოგეწონოს. ძალიან მაგარია. ერთი მოდი დაკეცილ მდგომარეობაში დავაკვირდით და აბა მე მგონი მიხვდებით, რომ
ეს არის კოლტი 19-11 სტარი. ზუსტად იგივე ტარი არის, ანუ ზომები იგივე არის. ეს ნაკლატკები რომ მოვაცილოთ და იარაღზე გადაიტანოთ, ერთ-ერთში ჯდება, ანუ ესე არის გათვლილი, გაკეთებული. ეს ტრეიდბექი, ანუ პირი, ეს ფორმა ჩემთვის არის ძალიან საყვარელი და ჩვენ შემდეგი გადაცემა გვექნება ხოთაშორის პირის ფორმებზე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად ხელში კარგად მიზის და ავა გავუჭერათ რა. და აბატონო ჭრის კიდევაც შვენივრად რა და აი მუტორუკი რაღაცაა. ხის ფაქტურა მომწონს და ძალიან უცხოა. მიხეილ, მე პირველად მაქვს ამ დანასთან შეხება, საერთოდ გავზარნებთან ეს კოლტის ეს იმაზე რო არის პოპულარული არის და სიმართლე გითხრათ, ჩემი გულიც მოიგო აი ამ დანამ. იარაღების დიდი მოყოლი არა ვარ, მაქსექტაში არა ვარ, თუმცა ნუ ემოციას იძლევა რა. ახე რა. ეგ არის. კი, იმენა ეგ არის. ოჩა, მაგარი არის. მიშა, შენ ადრე გავს ბეჯენი ნათქვამი და ჩემს აქამდე უნდა გეჩვენებინა დანა. შევეცდები ყველანაირად რომ მოვიძიოთ და დავამატოთ და სხვა კოლექციონერების გულს კი, და ბევრს ვიცი რომ გავუსწორდება. გულს გავახარო, მოვახერხებთ ამას. ასა, მაგარი არის. კი ბატონო. კაი, შევეცდებით ყველანაირად. მომგონი, რა ვიცი, აი ახლა ერთ დანას გიოც გვაჩვენებს, რა ვიცი, მე შევაჯამოთ. მიხეილ, ეგ არის ნომერ პირველი, დო. შემოვიყვანე სპაიდერკო. მეც ერთი სპაიდერკოთი ვარ წარმოდგენილი. ნუ მე სხვადასხვა თემატიკით შევარჩიე დანები და არ ვიცი ესე გამოვიდა, რომ ჩემი კოლექციის ძალიან დიდი ნაწილი არის ამ თემასთან დაკავშირებული რა, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი არის, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ბევრ ემოციასთან არის დაკავშირებული, ბევრ შრომასთან არის დაკავშირებული და მე მჯერა რომ საბოლოო ჯამში კარგ შედეგსაც გამოიღებს. ყოველ შემთხვევაში ჩემი დიდი კოლექცია არის ეს და ძვირფასი არის. ყველაფერთან რაღაცა ისტორია მაქვს, ამ დანას ისტორიები აქვს. სპაიდერკო თინეიშერზე მაქვს საუბარი მეგობრებო, ნუ ვინც არ იცის რომ უთხრათ და წვეტი აქვს დაბრგვალებული, დაბლაგებული. ეს არის დასაწყისი იმ დიდი რაღაცა შერკინების, რომელიც 3 წელი აგრძელდება და მე მგონი რომ აუცილებლად გამოიღებს შედეგს და წარწერა აქვს გამარჯობა, მე გიორგი ვარ. ეს არის ნამდვილად მე მჯერა რომ ჯერა კი არა 100% დარწმუნებული ვარ რომ შეიძლება ბევრი დრო დაიგვჭირდეს, მაგრამ აი ავიღოთ მაქსიმუმი, აი 5 წელიწადში ეს დანა იქნება აი როგორ ჩარჩოში იცი დანახვარი თქვა $50 ან ჩარჩო იქნება 1-5,000 ოქროს ჩარჩოში უნდა ჩავხოთ რა ისეთი დანა არის ნახოთ იმედია 5-ში თუ არა ცოტა მე ან ცოტა ადრე მაგრამ იმედია რომ შედეგს გამოიღებს და დანარჩენი ნუ ისტორია ვიცარიძით ამ დანის იყო ის რომ ნუ ვერავინ ვერ იძახდა რა არის თქვა ცივი არაღი და გამოვიდა ისე გამოვიდა დავაბლაგვე ძალიან ბევრი ცუდი რეაქციები ჰქონდა ოსტატების მხრიდანაც ჰქონდა რაღაცნაირი შემოხვედრია პოსტები რომ რაღაცა მე სხვაგანა ვარ და ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში მე მჯერა იმის რასაც ვაკეთებ და მე მჯერა რომ ესეც გასაკეთებელი იყო მაგ დროს დანარჩენი ძალიან ბევრი გადახდა ამ დანასაც 4-ჯერ არის მარტო შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნავყოფი და ნუ ისე გამოვიდა რომ ბოლოს ახლა გაცნობა მინდოდა იმის ექსპერტის და მივესალმე კი ბატონო კონდა მოლოდი რომ ისიც მომესალმებოდა თუმცა ნუ ჯერჯერობით ესე დარჩა და ესე აქვს წარწერა და მოკლედ აუცილებლად გამოიღებს გონია რომ შედეგს მოდი ესეთი რაღაცა აი მე როგორ ის წარმო მიჩნდა იცი განცდა რომ მით უმეტეს შენ ახლა ისეთი ნოტით დაასრულე მოდი ასე ვთქვათ რა რომ ხო შეიძლება და ამით დაწყება პირობითად მაგრამ აი რაღაც იმედი მომეცა რომ ბევრად კარგად იქნება ყველაფერი რა და სიმართლე გითხრათ თავის დაუნებურად გამოვიდა სხვა დანებით დავიწყე და ბოლოს შეეს დარჩა და ამ დანის დამსახურება სიმართლე გითხრა რომ ამითიც დავდივარ ჯიბეზე კი ბატონო ამითიც დავდივარ ჯიბეზე კიდე სხვა ბევრი და ყოველ დღე სხვადასხვა დანები მაქვს რა და მოკლედ დიდ თემას ჩაუყარა საფუძველი და მგონია რომ ფინიშიც კარგი ექნება წარმატებული შესაბამისად ჩემო კარგებო გამოიწერეთ ჩვენი არხი მე მგონი რა ვიცი რაღაცებს დაინტერესოს გიყვებით კომენტარებში იაქტიურეთ თუ არის რაღაცა თემა რაც გაინტერესებს მაქსიმალურად შევეცდებით რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ასე ვთქვათ ამ სტილის ვიდეო იქნება კიდევ იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დიდი კოლექცია გვაქვს რაღაცა პერიოდის მერე მსგავს გავაკეთებთ და ავიც დაგემშვიდობებით და მომავალ ვიდეოებამდე არხის გამოწერა არ დაგავიწყებთ მეგობრებო მადლობა ყურადღებისთვის